პირველ რიგში უდიდესი მადლობა რომ არ მიკროფონთან გადაგეთ რა. პირველ რიგში უდიდესი მადლობა რომ მობრძანდით და ჩვენ გვინდა ყველა შეხვედრა ძალიან საქმიანი იყოს, ყველა კითხვაზე უპასუხოთ, გაგაგებინოთ ყველაფერი, რა გვინდა ჩვენ, ხო სწორია? თავარი ამოსავალი პრობლემა, რომლითაც ჩვენ ვიკრიბებით და შეწუხე ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა, დემოგრაფიული განადგურება გარანტირებული გვაქვს, თუ არაფერი შეიცვალა. აი, ოქროს მთავრობა რომ იყოს, ოქროს ინსტიტუტები რო იყოს აწყობილი, რა პროცესიც მიდის, ქართველს განადგურებს მალე და საქართველოში ქართველი იქნება მომაკვდავი მცირე ეთნოსი. ეს გარანტირებულია. მეორე, მიგრაცია. ქართველები უსაშველო რაოდენობით გადიან თავის ქვეყნიდან, იმიტომ რომ გაუსაძლისი კაბალური პირობებში აღმოჩნდნენ ბანკების ცნობილი პოლიტიკა, რომელიც მიზანმიმართული იყო, როდესაც შესთავაზე სესხები მიღწევათიანი პირობებით, შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა და ადამიანი დადგა კატასტროფაში. უზარმაზარი იმიგრაცია. 100,000-ობით შემოყვანილი მუსულმანი არაბი, ეს თვითმყოფადი კულტურის ხალხი, ძალიან მდიდარი ხალხი, დააკვირდით ერთ მთავარ მომენტს. დააკვირდით ევროპაში, რომ აფრიკელი და მუსულმანი არაბი მიგრანტები შედიან რაღაც ნავებით, გასაბერით, გაღლეტილ რომ იტყვიან არაფრის მქონენი და დააკვირდით საქართველოში შემომავალ არაბ მიგრანტებს. ეს შეძლებული ხალხია. შეძლებული ხალხი შემოყვანილია მათი ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შერჩეული აქაური ხელისუფლების ნებართვით, კვოტების მიხედვით, რომლებსაც ახვედრებენ საბუთებს თვითონ აეროპორტში, როგორც კი ის იმ საიმიგრაციო კონტროლს გადის. ხელისუფლება რასაც აკეთებს, ეგერ არაბული ინვესტიციაო, სისულელე თავიდან ბოლომდე სულაც არ არის ეს ინვესტიცია. კარგი, ეს ყველაფერი ვხედავთ. ჩვენ რას ვთავაზობთ? ერთმა ძალიან გონიერმა კაცმა მითხრა, რომელიც ცოტა ეჭვით უყურებს ყველაფერს, ხო, ცოტა იქეთაც აქვს სიმპათია, აქეთაც აქვს სიმპათია. თქვენ რას თავაზობთ ხალხს? პირველ რიგში კარგი კითხვა, რომელზეც ნათელი პასუხი უნდა იყოს. ჩვენ პოლიტიკური პარტია არა ვართ, ჩვენ იმიტომ ვართ ერთად და მადლობა თქვენ რომ გვენდეთ და მოდით ჩვენ ახლა უკვე ერთად ვართ ამ ქვეყნის გვერდით. ეს ქვეყანა არის გადასარჩენი. მაგრამ კაი თქვათ გადავარჩინეთ, რა გვაქვს? გეგმაში გვაქვს რაიმე? მოდი ახლა ამ თავარ რამეზე ვისაუბროთ. რა დაუშვათ დაგვრჩა ჩვენ ეს ქვეყანა, დაუშვათ კი აუცილებლად დაგვრჩება და ჩვენ ამ ქვეყანას შევინარჩუნებთ ნებისმიერ ფასად, რაც კი დაჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ცოცხალი თაობები, დაწყევლილი თაობები ვიქნებით, გარანტირებულად. ჩვენ ვერავის ვერ გავაცოცხლებთ, ჩვენ დავით აღმაშენებელს ვერ გავაცოცხლებთ, გიორგი ბრწყინვალეს, კიდე ბევრ ძალიან მაგარ გმირს ვერ გავაცოცხლებთ, და რა ვქნათ? 2-3 თაობა, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ხო? ანუ მოდით ასე ვთქვათ, ქმედუნარიანი თაობები. ამ ქმედუნარიან თაობებში უნდა მოიძებნოს ის საღი ძალა, რომელიც ერთად დადგებოდა ამ ქვეყანას დაიცავთ. ამ ქვეყანას ჩვენ წაგვართმევენ, გარანტირებულად წაგვართმევენ. რა ვართ ჩვენ? ასე სულ მარტო ხო არ ვისაუბრებთ, ხომ? ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ მოდით ახლა კონცენტრირებულად ვთქვათ. თავარი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია ასობით შესანიშნავ ქართველ სპეციალისტთან ერთად კონცეპტუალურად გარკვეულად ეს ჩემი მონახაზი იყო გაკეთებულია. ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემო, როგორი იქნება ენერგეტიკა, როგორი გადავიყვანოთ საქართველოს ეკონომიკა ინოვაციურ რელსებზე, ტრანსპორტი, ტურიზმი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის
ყველაფერი ამის ბოლო ეტაპი, რომელსაც ქვია სტრუქტურული რეფორმები. მე შემდეგ შეხვედრებზე ერთ-ერთ ტომს წამოვიღებ, იმიტომ ბევრია, ეს ყველაფერი. ეს არ არის პოპულისტურ ტერმინოლოგიებში გამოხატული პროგრამა, აქ არის ფორმულები, ცხრილები, ეტაპები გაწერილი, სამეცნიერო დოკუმენტია გაკეთებული. ამას წინ უძღვის ორი რამ. პირველი არის საქართველოს მოთხოვნა 21 საუკუნეში. როგორია სოციალური პოლიტიკა, ხელისუფლების ამოსავალი არის სოციალური პოლიტიკა. რა არის სოციალური პოლიტიკა? პენსიების საქმეს პატარა ნაწილია. როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება განათლებისადმი, მეცნიერებისადმი, ჯანდაცვისადმი, შრომითი ურთიერთობებისადმი და ასე შემდეგ. ეს თუ არ არის ჩამოყალიბებული და ჩვენ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვაქვს, რატომ? ეს თუ განსაზღვრულია, მაშინ ამის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს ეკონომიკამ, სხვანაირად შეუძლებელია. ეხლა მივადექით, რა კი მთავარი თავი განსაზღვრულია, ეკონომიკა კი 4 ფუნდამენტალურად ურთიერთგადამული პოლიტიკისგან შედგება. საგადასახადო პოლიტიკა, საბიუჯეტო პოლიტიკა, ბიუჯეტშორისი ურთიერთობები და ფულად საკრედიტო მონეტარული პოლიტიკა. ეს ყველაფერი ერთი თავიდან უნდა იყოს დანახული, ესეც გაკეთებულია. საქართველოში არ არსებობს ჯგუფი ნებისმიერ პროფესიულ სფეროში, რომელიც ჩვენ შეუძლია ამ დონის დოკუმენტები ქონდეს ხელში და თანაბრად პროფესიულად შემოვიდეს დისკუსიაში. თორემ ჩვენ მივახცევთ ამას. ესე იგი, მაკროეკონომიკა გლობალურად და მერე მოდის სტრუქტურული რეფორმები, ანუ სოფელი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ყველაფერი ეს გაკეთებულია. უფრო მეტიც. იმისათვის, რომ ეს რეალიზებული იქნას, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ინსტიტუციონალური წყობა, ხელშემწყობი, სახელმწიფო პოლიტიკა, ინსტიტუტები და ასე შემდეგ, როგორ უწყობს ხელს ყველაფერ ამას. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მონოგრაფია ჩემი, მეორე არის მონოგრაფიული ტიპის სახელმძღვანელო, სადაც უკანასკნელ დღევანდელ დონეზე გაწერილია, როგორ ხდება, რატომ ხდება ერთი ქვეყნის განვითარება, რატომ ხდება მეორე ქვეყნის განვითარებლობა. რატომ არის ერთი ქვეყანა განვითარებული, ხალხი განვითარებული, მეორე არ არის. ეს პირველად ამერიკელებმა დასვეს და ეგონათ უცებ პასუხს გასცემდა და 30 წელი შესანიშნავი მეცნიერების ჩაბმა დაჭირდა, რომ საბოლოოდ გაგებულიყო, რატომა ერთი ღარიბი, მეორე ღარიბი. მესამე მდიდარი. აკომში ხავს ის განუვითარა, არ უნდა თუ განვითარა. ესე იგი. დიახ. ვერასწავლი, კარგი, გაჩერდა. ესე იგი. ეს არის მეცნიერული, ჩამოყალიბებული, სუპერდონეზე გააზრებული ყველაფერი, ხო? ამას სჭირდება სახელმწიფო კონსტრუქცია. თავის დროზე ეს ყველაფერი ჩამოვაყალიბეთ, იმიტომ რომ იმნაირი არა, მე მჭირდება ხელისუფლების სტრუქტურები ეფექტური, რომ იყოს ამ თავარი მიზნების მისაღწევად გაკეთებული გვაქვს. უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ იმ ტრადიციულ წყობასთან ერთად საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება რო ქვია, ჩვენი ტრადიციიდან, იმ ღრმა წარსულიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია რაღაც ეროვნული საბჭოს მსგავსი უხუცესების დონეზე, ძალიან სერიოზული პროფესიული ხალხის დონეზე ეს კონსტიტუციურად ისეთი სწორი პოზიციონირებით ჩამოვაყალიბოთ, რომელიც მოდით ასე ვთქვათ, არა უბრალოდ საკონსულტაციო, არამედ განსაკუთრებულ შემთხვევაში ბლოკირების მექანიზმითაც იქნება. ესეც მოფიქრებული გვაქვს. ეხლა რა გვინდა ჩვენ? ჩვენ ხედავთ, რომ პირდაპირ მე მონაწილე ვარ ყველაფრისა, ამიტომ გეტყვით, ორჯერ შეიცვალა საქართველოს დიდი გადაწყობა. პირველი
იმ უბედურების მერე რაც 92 წელს მოხდა და გარედავალებით ქართველების ხელით საკუთარი ქვეყანა იქნა დამხობილი ხაცუსვამ გარეთ დაკვეთით ქართველების ხელით განხორციელდა საქართველოს სახელმწიფოს დამხობა, იმიტომ რომ ქართველებს დღესაც არ უნდათ გაიგონ, რომ აქ უზარმაზარი გეოპოლიტიკური ინტერესები იდგა და ეს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ 2003 წელს გამოიკვეთა პირველი ნიშნები იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ისე წაგვეყვანა საქმე, იმიტომ რომ ის მკვდარი ხელისუფლება, უსაშველოდ ცუდი ხელისუფლება, რომელსაც შევარდნაძეს ამ წარსულის მოbrunება იყო, ახალგაზრდა თაობა იყო და სერიოზული კონსულტაციები რო იყო, რომ ყველა ერთად დავმჯდარიყავით და შემდეგ უკვე თამაშის წესებზე ჩამოყალიბ. ამის ნაცვლად მოხდა მზაკრობა და გაითამაშეს ის სპექტაკლი, რომელსაც ვარდების რევოლუცია დაერქვა. ესე იგი, დიდი გადაწყობა იმ რევოლუციურ ხელისუფლებას სხვა რამე ქონდა, მე პარლამენტის წევრი ვიყავი, მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ყველაფერ ამას ამ ხალხთან, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე, როცა ხედავდი ყველაფერს დისტანცირება გავაკეთე მისგან, ჩაიშალა იქ. მეორე დიდი გადაწყობა, რომელიც შეიძლებოდა ძალიან კარგად გაკეთებულიყო, ჩაიშალა 2012 წელს. ყველაფერი იყო მზად, მაგრამ მოდი შემიძლია გითხრათ ზუსტად 2012 წლის მაისში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ის სიმახინჯე აკრიბეს, რომელსაც კოალიცია ქვიოდა, მაშინ მე ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი, მე თქვი და ღია ტექსტით ვაფიქსირებდი ამას, რომ აქ დასრულდა ყველაფერი, მე როცა ეს მერე იყო, ეს იყო კოალიციის შექმნა, ვითომ კაი რამე იყო, როცა მე ივანიშვილის გარემოცვამ მკითხა, რას ფიქრობთ ამაზე, მე ვუთხარი, რომ გადაეცით ბიზნესს, რომ ამაზე საზღვარ საქმეს ის ვერ გააკეთებდა, ესე იგი ორჯერ ჩაიშალა. ამ ბოლო 13 წელმა არა მარტო არაფერი არ გაუმჯობესა სახელმწიფო სტრუქტურების თვალსაზრისით, იცით რაშია საქმე, სწორედ გავიგე, მე პერსონები არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სახელმწიფო კონსტრუქცია მუშაობს ეფექტურად თუ არ მუშაობს, იმიტომ რომ აქტორები, შემსრულებლები დღეს ერთია, ხვალ მეორეა, ზეგ მესამეა, მერე კიდე აბა ეს ხო არ გაჩერდება. ეს სტრუქტურა, ინსტიტუტები, შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები რამდენად ზუსტად მუშაობს, რომ საქმე გაკეთდეს. როდესაც ხელისუფლებაში მყოფი გუნდი მეუბნება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვარ, მე ეს ხალხი არასერიოზულ ადამიანებად მიმაჩნია, იმიტომ რომ შენ ერთი პარტიის წევრებიც რომ იყო ხელისუფლებაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავისი საქმე უკვე დააკეთოს და საპარლამენტო ხელისუფლებამ ამის კონტროლი თუ არ განახორციელა, ახლა ერთი გუნდი ვარ თუ იძახე და მექთამეებში ჩაიძირა ყველაფერი, ესე იგი ფუნდამენტალური თამაშის წესები დარღვეულია. მეორე სახელმწიფო არ შეიძლება აიგოს სამართლის გარეშე. სამართალს იძლევა არა ეკლექტიკურად ამერიკიდან, ევროპიდან წამოღებული კანონები, სამართლის გაგებას გაძლევს შენი კულტურა. შენ კულტურაში დევს ფულზე სამართალი როგორია? ამ სამართლის აგებას ემსახურება კანონები. სამართალი რომ იყოს ქვეყანაში კანონები ჭირდება. არა ისეთი კანონები, რომელსაც იღებენ, არამედ კანონები, რომელიც სამართალს გახდის იმ თავარ თამაშის წესად, როდესაც შეუძლებელია ვინმე გამორჩეული იქნას. ანუ როგორც კი დღევანდელ სიტუაციაში დაიყვან ქვეყანას, ანუ შერჩევითი სამართლის, ანუ ვისაც გინდა დაჟი, ვისაც გინდა გამოუშვებ, ყველაფერი დაღუპულია. აი ძალიან რომ არ წავიდე პროფესიულ რაღაც მიმართულებებით, ყველაფერი ძირითადი, აი შემიძლია
ჩვენ მალე მივალთ იქამდე, როდესაც ერთ-ერთ ადგილზე დავაჯენთ დარგების მიხედვით ყველა საუკეთესო სპეციალისტ საქართველოში და ყველა მიმართულებით უკვე განახლებულ ძალიან სერიოზულ პროგრამას გავაკეთებინებთ. უკვე არსებობს მონახაზი როგორ გავაკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ დაგვეხმარებიან იმისთვის, რომ ასეთი შენობა იქნას მოძებნილი, შეძლებული ადამიანები ან აშენდება ერთ-ერთ ადგილზე, როგორც ესეც მიგვანიშნეს, ასე რომ ჩვენ იმისათვის, რომ ეს განვახორციელოთ, ჭირდება ძალა. ძალა არის ის, რასაც პოლიტიკაში აქვს ერთადერთი უმთავრესი მნიშვნელობა. თუ პოლიტიკაში ძალა არ არის, დღეს საქართველოში ძალა არ არის, ვისაც შეუძლია ხელისუფლების გაწონასწორობა. თვითონ ხელისუფლება არ არის საქართველოში. არის არაფორმალური მმართველი ერთი კაცი და აბსოლუტურად არაფრის მაგნისი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო კიდევ უარესი და ასე შემდეგ. რაკი ამ სიტუაციას არაფერი აწონასწორებს, არადა მთელი სახელმწიფო აგებულია შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმებზე, ხას უსვამ. თუ ინსტიტუტები ერთმანეთს არ აწონასწორებს, თუ პოლიტიკური კონტროლი არ ხორციელდება ისე როგორც საჭიროა და ფინანსური დიდარი სამრეწველო თუ ფინანსური ჯგუფები და ხელისუფლება ერთად შეიკრება, როგორც დღეს არის ქვეყანა დაღუპულია. ეროვნული ბანკი არის კერძო 2-3 ფინანსური ჯგუფის მომსახურე, აბსოლუტურად არ აინტერესებს ეკონომიკის განვითარება, დასაქმება, არ დგას რა არის მისი მთავარი ამოცანა? თურმე ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირება დონეზე შეინარჩუნოს. როგორ ინარჩუნებს კი ხედავთ, ხო სწორია, ფასები გარბის არანორმალურად. ფასები საქართველოში არის იმაზე მეტი, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში და აი დაფები ჩვენ ლექციებს მე ვაკეთებდი, მე ფიზიკურად ვერ შევძელი, ერთ კვირაში ადრეში განვაახლებ, მე განვიხილავ ძალიან სერიოზულ დონეზე, პროფესიულ დონეზე რა არის კოლონიალური ეკონომიკა და თქვენ ნახავთ ყველა მაჩვენებლით ამ ლექციის მერე რომ საქართველოს დღევანდელი ეკონომიკა უბრალოდ კოლონიალური ეკონომიკა. მისი ელიტების ეგრეთ წოდებული ამ ფინანსური, პოლიტიკური და სამრეწველო ჯგუფების აზროვნება არის კოლონიალური ელიტის ინტელექტენცია რომ იყო, ანუ ელიტები რო იყო, ხო? იმათი აზროვნების დონეზე. ამ სიტუაციას ვერაფრით ვერ გაარღვევ, რადგან პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში განადგურებულია. პარტიები, რომლებიც არსებობს, გინდყოფილა გინდა რა, იმიტომ პარტია უნდა იყოს ძალა. პარტია მე მესმის როგორც გარკვეული მსოფლმხედველობის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების ნაწილი. მაგალითად, სიტყვაზე კონსერვატორები, სოციალისტები, ხოსორია. აქეთ შეიძლება იყოს სხვავინ ლიბერალები. არა აქვს მნიშვნელობა ამას. აბა ერთ ხაკისფერ იმას ტანსაცმელს ვერ ჩავიცმევთ და ყველა ერთ აზზე ვერ ვიქნებით, ხო? მაგრამ ჩვენ ვითხოვთ შეთანხმებას და ძალა იმიტომ გჭირდება რომ ყველა პოლიტიკური ძალა დავაჯინოთ, ძალით დავაჯინოთ ერთ-ერთ ისტორიულ ადგილზე და შევათანხმოთ. თუ შენთვის მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო, მეუბნები. ქართული სახელმწიფოს ვერცაც ვერ შეტენით, ბოდიში ამ სიტყვით, როგორც უნდა შეტენონ ან იქით, ან აქეთ, ჩრდილოეთი, დასავლეთი, არა. ქართული სახელმწიფო არის ხელუხლებელი. ესაა ჩვენი გარანტი არსებობისა. მეორე, ფანტასტიკური ქართული კულტურა არის ხელუხლებელი. იგი უნდა ვითარდებოდეს, აბა კულტურა თუ არ განვითარდა, დაიღუპება, ხო, გაიყინება. მაგრამ როგორ უნდა ვითარდებოდეს? მას უზარმაზარი ფუძი აქვს და აქედან ამომავალი ხაზით უნდა ვითარდებოდეს. მესამე, ქართული ენა. სასაული, ხო? სასაული ერთ-ერთი. და ამას ყველაფერს აზრი არა, ქართული კაცი თუ არის და ვინც ამას ატარებს ყველაფერს. თუ თქვენ ლიბერალი ხარ და მეუბნებით, ჩემთვის ეს ყველაფერი ძვირფასია, მე შენზე უკეთესად გავაკეთებ ამას.
ღმერთმა ყველას გაუმარჯოს. ჩვენ კიდე ამაზე შევთანხმოთ, ყველა ვაიძულოთ, იმიტომ რომ შეთანხმებულ რეჟიმში, როდესაც მე მეტყვის, კაცო, მე რა უფლება მაქვს უთხრა, რომ შენ ლიბერალი ხარ, ეს ყველაფერი ძვირფასია შენთვის და შენ ვერ გააკეთებო. მოდი პრაქტიკა მაჩვენოს. მაშინ შეთანხმებულ რეჟიმში ჩვენ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას მერე ძალით ვაიძულებთ, რომ დაჯდეს და შეთანხმებულ რეჟიმში შეიმუშაოს საარჩევნო კანონი ყველასთან ერთად, პირველ რიგში რასაც ჩვენ ვამბობთ, კანონიერება უნდა აღდგეს. თუ ჩვენ წარსულის კვანძს არ გავხსნით და არაერთი კვანძი გვაქვს გასახსნელი, ჩვენ 92 წლის კვანძი გვაქვს გასახსნელი, ჩვენ 1921 წლის კვანძი გვაქვს გასახსნელი, ჩვენ 1783 წლის კვანძი გვაქვს გასახსნელი და ასე შემდეგ, მანამ არაფერი არ გამოგვივა. აი ამ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენის შემდეგ, რომელსაც აქვს უდიდესი სამართლებრივი, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა. ჩვენ შეთანხმებულ რეჟიმში გავაკეთოთ, მერე ამ სწორი კანონმდებლობით საარჩევნო ადმინისტრაცია იმ გაყალბების ინსტიტუტის ნაცვლად, რომელსაც CSKO ქვია, ჩამოვაყალიბებთ ერთად, მერე კი ჩვენ ხალხს მივცემთ საშუალებას აირჩიოს ის, ერთი პარტია იქნება, რამდენიმე პარტია იქნება, შეთანხმებულ რეჟიმში არც ერთ ჩვენთაგანს არ ექნება უფლება უარი თქვას არჩევნების შედეგზე. რატო? შენ თუ ლიბერალი გაიმარჯვე, ან ლიბერალი და ვიღაცერთან ერთად გაიმარჯვე, გააკეთებ, არ გამოგივა ისე როგორც საჭიროა? მომავალ არჩევნებზე გადავანაწილებთ ამას და სხვანაირი რეჟიმით, სხვანაირი ცხოვრება ჩვენ ვერ გვექნება. ამიტომ კონსტიტუციური რეჟიმის აღდგენა ეს არის არა წარსულში დაბრუნება, არამედ წარსულისგან განთავისუფლება. უფრო მეცად გეტყვით, შეთანხმების საფუძველი უნდა იყოს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება, როგორც დროებითი მთავრობა გააგრძელებს მოქმედებას ახალ არჩევნებამდე, ახალ მთავრობას დაევალება ის, რომ წერდადებული საქმეები იმ ხალხისა, რომლებიც გამოსაჭერად აყავთ დაჭერილი, ხმას თუ ამოიღებენ, ჩაარტყამენ თავში, გაიხსნას წესიერი სასამართლო პროცესებით, ვისაც ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაუდენია, მათ შორის ის საშინელი ძარცვა ქართველი ხალხისა, როცა მილიარდობით ნაშრომი ფული წაართვეს, ხო სწორია, წაართვეს, ეს იყო უდიდესი აფიორა, რომელიც ცალკე სასაუბრო თემა. თუ რაიმე სასამართლოში არ მტკიცდება, გამოცხადდება ამინისტია, ჩვენ დავხურავთ იმ ფურცელს და ხვალიდან და როცა იქნება ეს ხვალე დავიწყებთ სუფთა ცხოვრებას, იმიტომ რომ სხვანაირად ქართული ხალხის მომავალი არ არსებობს. ამ სახელმწიფო, აი ეს გვინდა ჩვენ ამბიციურია, ეს ძალიან ამბიციურია. არ წყობს ეს ხელისუფლებას, არ აწყობს. მაგრამ მას აწყობს დაპირისპირება. ხო ხედავთ, როგორ აი ვირეშმაკული პოლიტიკა, როგორ აგებული. მე თუ არ მოვედი, ეგერ ბუა ციხეში, ეგერ მისი მხარდამჭერები არიან, შავები, მე ხელთუქმნელი ვარ, ესე იგი მე თუ არ მომცემთ ხვას, მოვა ეს სხვა არავინ არ არის საქართველოში, ხო და ხალხი სანამდე მიიყვანეს, სხვა არ არის, რა არ არის, კაცო საქართველოში 250 გაფუჭებული მექთამის გარდა საქართველოში არავინ არ არის? მაშინ დავანებოთ თავი ყველაფერს. რა პერსპექტივა შეიძლება კონდეს ქვეყანას მის ხალხს, რომელსაც 250 გაფუჭებული ადამიანის მეტი არ აყავს ალტერნატივა. ყავს თქვენი სახით. აქ კიდეც სხვა უამრავი ადამიანი მოდის. ჩვენ შეგვიძლია 250 კი არა, 10-ჯერ 250 საუკეთესო ქართველი შევთავაზოთ იმ დროისთვის, როცა ეს იქნება აუცილებელი ქართულ ხალხის ასარჩევად, რომ იტყვი. ამიტომ ეს იმედგაცრუება, ეს შეურაცხყოფა 33 წლიანი შეურაცხყოფა ქართველის. გაღარიბება ქვეყნიდან გაგდა.
გასაგებია რომ უზარმაზარი დარტყმა იყო ქართული ფსიქოლოგიისთვის, ქართული გენისთვის და მაგრამ მიუხედავად 33 წლისა ქართველები ვერ დააჩოქეს. ქართველი უმეტეს ნაწილში გადარჩენილია დააკვირდით იმ სიყალბეს, რასაც საქართველოს 2024 წლის არჩევნები იყო საპარლამენტო შორს რო არ წავიდე 39% მივიდა, ხო 40% არ საწავიდა 60%-ია სწორედ საქართველოს მომავალ. იმათ ერთი და მეორე რომ მოსწონდნენ ერთმანეთს რომ ასადგმულებენ, აგერ აიღეთ თუ გნებავთ 100 მეტრში პარლამენტის წინ რომლებიც არასდროს არ აპროტესტებენ, არაფორმალურ მმართველობას დაგანგრია, სახელმწიფო გაგიანადგურა. ამ არაფორმალური მმართველობის შენარჩუნება შეუძლებელია თუ ყველას კორუფციაში არ ჩაყრი. აბა ისე არ იქნება ლოიალური წესიერი კაცი, შენ რატო დაგემორჩილება? მით უმეტეს უკანონო ადამიანი ხარ, ხო? კანონში არ ზიხარ, კონსტიტუციაში არ ზიხარ. ამიტომ ეს ყველაფერი კარგად აწყობილი მექანიზმია, რომელიც 13 წელია ამ ხელისუფლებას გაუვიდა ჩვენი ქვეყნის დაკნინების ხარჯზე, მაგრამ ქართველი გადარჩა. იმისთვის რომ ჩვენ კიდევ არ გავიმეოროთ ის, რაც ძალიან მტკივნეულია, ჩვენ გვჭირდება ავიკრიბოთ ყველა საღი ქართველი, აქ თქვენ ჩვენ ერთნაირი უფლებებით მყოფი, ერთმანეთის გვერდით მყოფი ხართ. მე თქვენი უფროსი არა ვარ, დათო თქვენი უფროსი არ არის, აგიგლა არის კიდე სადაც, არავინ არა ვარ თქვენ. ჩვენ ერთად ვდგავართ ამ ქვეყნის გვერდით. გავაკეთებთ. შემიძლია აი პირწმინდად გითხრათ, ჩვენ გავაკეთებთ და აუცილებლად გაჩნდება ის მინიმალურად აუცილებელი საღი თავდადებული ქართველი, რომელიც ამ ნაგავიდან გამოიყვანს ქვეყანას. ერთი რამე კიდე დავაზუსტებ და მე უკვე თქვენ კითხვებზე გადავალ. ჩვენ დავარქვით ქართველთა დიდი გაერთიანება. ინერციით, ანუ ყოფითი აზროვნებით, ასე გონიათ ძალიან ბევრს, რომ ჩვენ ყველა ქართველს ეხა უნდა ჩამოუვაროთ და აუხსნათ ეს ყველაფერი და ჩვენ გაერთიანებაში, რომელიც არც პარტია, არც მოძრაობა, ასეთი რამ სოფლიოში კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა, რომ ყველა ერთ ჭკუაზე დამდგარიყოს, აბა რა ხდება? ხდება მარტივი რამ. კრიზისიდან ქვეყნები გამოიყვანა მცირერიცხოვანმა კონტრ-ელიტებმა, ანუ საპირისპირო აზროვნების აქტიურმა ხალხმა, რომლებიც შეკრული იყვნენ ერთი იდეით და ხალხი, როცა საჭირო იქნება, დადგება ამ საქმის გვერდით. გავლილი მაქვს ყველაფერი შესანიშნავად ვიცი ყველა ტექნოლოგია როგორ ხდება ამ საქმის ორგანიზება. ეხლა ჩვენი ყველაზე მთავარი საქმე არის ყველა საღი შემართული ქართველი, რომელსაც ეს საოცარი ქვეყანა შიგნით აქვს, ძარღვების და უჯრედის დონეზე აქვს, წინაპარი ახსოვს და ასე შემდეგ, გავერთიანდეთ ერთად ამ წმინდა საქმეში, დანარჩენი ტექნიკის საქმეა. შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ვერასდროს ვერ დაიჭერთ ჩვენს მოქმედებაში ერთ რამეს, სადაც ჩვენ მის ხალ შეცდომასაც დავუშვებთ. მე არა ვარ უკვე ბავშვი, ემოციურად არ მოძრაობ, ყველაფერი გავიარე, ყველაფერი გამოცდილება გვაქვს იმისათვის, რომ ზუსტად გავიაროთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ძალა. რაც ვთავაზობთ ხალხს გითხარით, დეტალებზე სასაუბრო, ვისაც არ დაგეზარებათ, მესტუმრეთ ჩემთან და ყველაფერს გაჩვენებთ ამ ტომებს, თუმცა ეს ძნელი საკითხავია, მაგრამ პროფესიულ დონეზეა გაკეთებული ყველაფერი. ასე რომ მე არა მარტო იმედი მაქვს, მე ვხედავ იმ ქართველებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის გვერდით დადგებიან და ჩვენ ამ ქვეყანას არ გამოვიყვანთ, ამ ქვეყანას დავკარგავთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში.